ახალი კანონები, ახალი კანონპროექტები და ანალიზი. დღეს ჩვენ 20 წუთში ვისაუბრებთ ერთ კონკრეტულ თემაზე, 6 წლამდე ასაკის მანქანების შემოყვანის აკრძალვაზე და რა თქმა უნდა, ჩემი სტუმარი ალექსი ნონიაძეა, რომელიც ამ საკითხებში საკმაოდ კარგად არის გარკვეული. მოგესალმები კიდევ ერთხელ და მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. სულ რამდენიმე დღის წინ ჰქონდათ აქცია რუსთავში. შეიქმნა პეტიცია, რომელიც უკვე საზოგადოებაში გავრცელდა. თქვენ დიდი ხანია უკვე ამ თემაზე მუშაობთ, ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი და მე მაინტერესებს, რამ განაპირობა თქვენი აზრით? რატომ შემოიღეს ეს კანონი? საიდან მოვიდა ამ კანონის შემოღების აუცილებლობა? პირველ რიგში მოგესალმებთ ქალბატონოთი, მოგესალმებთ ჩვენ მაყურებელს. მადლობა ამ თემით დაინტერესებისათვის. იცით, ახლა მე გამიჭირდება იმაზე საუბარი თუ საიდან შემოიტანეს, რატო შემოიტანეს და მიზანი, რეალური მიზანი რა არის. ოფიციალური განცხადებით მიზანი არის ის, რომ უნდა გავაუმჯობესოთ ეკოლოგია და უნდა გავაჯანსაღოთ უბრალოდ ეკოლოგია და გავაუმჯობესოთ ავტოპარკი. ვერც ერთ შედეგზე ამ გადაწყვეტილებით ვერ მივიდივართ და ეს მარტივი ასახსნელია. როდესაც ავტომობილების ასაკს ცენზი შემოგვაქვს 6 წლიანი, 6 წლის ავტომობილების შეძენის შესაძლებლობა ჩვენ ქვეყანაში აქვს მხოლოდ 5%-ს. ახლა არავინ არ მითხრას, რომ ადამიანს აქვს შეძენის საშუალება თქვათ უახლოესი 2025-2026 წლის ავტომობილის დაყიდულებს 15-20 წლის ავტომობილს. ხო, ეს ხო აბსურდია. ამიტომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯიბე უკეთესად იცის, რისი შეძენის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. აქედან გამომდინარე, ასეთი შესაძლებლობა ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ აქვს მხოლოდ 5%. ხო, მოწყვეტა ჯგუფი ზიანდება ისე. დიახ, 95% ამის საშუალება 95%-ს არ აქვს. შესაბამისად, საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება 5-10% დაემატოს ამ ჯგუფს ამ დადგენილების შემდეგ, გაუმჯობესდეს რა რაღაცნაირად გაიჭიროს, ყველაფერი გადადოს და როგორღაც ეს 5 წლამდე ავტომობილი, 6 წლამდე ავტომობილი შეიძინოს. დანარჩენი 85% რადგანამდილებთ ვიცით, ამის შესაძლებლობა არ აქვს. შესაბამისად, გამოდის ის, რომ ადგილზე უკვე ექსპლუატაციაში მყოფი გამბაჟებული ავტომობილები, რომელიც ასე თუ ისე ამორტიზირებული მდგომარეობაშია, ან უკვე ამორტიზაციას განიცდის, დროთა განმავლობაში მოგვიწევს აი ამ სისტემაში ჩაკეტილ სისტემაში შევძინოთ ავტომობილი და ისედაც ძველი ავტომობილი შევძინოთ, უფრო ძველი ავტომობილი შევცვალოთ ძველით, მაგრამ შედარებით უკეთესი ტექნიკური მდგომარეობით. დროთა განმავლობაში ხო, უფრო ძვირად, რა თქმა უნდა, და დროთა განმავლობაში პრობლემას მივიღებთ იმას, რომ ავტოპარკი კი არ გაუმჯობესდება, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მოძველდება, ამორტიზირებული გახდება და შეცვლას არ დაექვემდებარება. აქედან დასკვნა ერთია, თუ ავტომობილების პარკს ვერ ვაუმჯობესებთ, მაშინ როგორ ვაუმჯობესებთ ეკოლოგიურ მდგომარეობას და ჰაერის მდგომარეობას გავგებარია, ხო? ცოტა გაურკვეველია. ამიტომ ერთიც და მეორეც კითხვის ნიშნებს დადებს, რა მიზანი აქვს ამ დადგენილებას, კიდევ გამოვარდებით თქვენ კითხვას, არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ვერც ერთ შედეგზე და ვერც მეორე შედეგზე ვერ გავდივართ ფიზიკურად. ახლა თქვენ ახსენეთ ეკოლოგიური მდგომარეობა, ხო? მაშინ ტექდათვალიერება არის გამოდის, არის წყალში გადაყრილი თანხები. 21 საუკუნეში ავტომობილი აღარ არის ფუფუნების საგანი, ხო? აი ელემენტალური რო ავიღოთ, სოფელში რომელიღაცა გლეხმა მოიყვანა ცაზამთრო, რომელიც უნდა ჩამოიტანოს, ან კარტოფილი, რომელიც უნდა ჩამოიტანოს თბილისში და თუნდაც ის კაპიკები, რასაც აქ აიღებს, საწვავსო თავი დავანებოთ, რომ მისი ხარჯი ექნება და საწვავი კოლოსალურად გაძვირდა, ამასაც ვერ გააკეთებს. ამით იზარალდება არა მხოლოდ ის, რომელმაც მოიყვანა, არამედ ჩვენც, იმიტომ რომ როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ყველა ჩვენი ოჯახები ყავს და ვცდილობთ ვიყიდეთ უფრო იაფი, იმიტომ რომ ადუღებული ეკონომიკა ჩვენს ჯიბეებს არ ეტყობა, ჩვეულებრივი მოქალაქეების. ზარალდებით ჩვენც, იმიტომ რომ მაინც უნდა წავიდეთ ბაზარში, რადგან ის ვერ ჩამოვა და 2.50 მივცეთ იმ კარტოფილს, რომელსაც სიტყვაზე გლეხი, რომელსაც ჩამოაქვს, ყიდის ლარი და 60. ხო, რა მხოლოდ განსხვავებაა. და რადგანაც ეს ავტომობილები უკვე ფუფუნების საგანი არ არის და არის თვითდასაქმების საგანი და რასაც ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს, რომ გაიზარდა დასაქმებულების რაოდენობა და შემცირდა უმუშევარი ადამიანების რაოდენობა, ეს გაიზარდა მხოლოდ თვითდასაქმებულების ხარჯზე, ხო? აი მაშინ რაღაცა გჭირდება ჩვენ ტექდათვალიერება, რომელიც არ ღირს ცოტა და საკმაოდ ძვირი გვიჯდება თითოეულ მოქალაქეს.
თქვენ მართებულად აღნიშნეთ, კი ბატონო, გეთანხმებით, მაშინ რაში გვჭირდება ეგ დათვალიერება, თუ მხოლოდ ასაკის ცენზის მიხედვით ვაწესებთ ავტომობილი კარგია თუ ცუდი, ხო, აპრილში. ერთი ასეთი მიდგომა არასამართლიანია, მინდა გითხრათ, არასამართლიანია როგორც სამართლის თვალსაზრისით, ისე ტექნიკური თვალსაზრისით არ არის გამართლებული. არც ერთი კუთხით, არც რა ვიცი, სხვა კუთხით, ნებისმიერი სხვა კუთხით რო შევხედოთ, იგივე ეკონომიკურ ნაწილში რო ვიმსჯელოთ და ეკონომიკური, ასე ვთქვათ, შემადგენელი შემოვიტანოთ, ამ თემაში ტრანსპორტი არის ყველასი აბსოლუტურად ნებისმიერი მატერიალურ რასაც ვაწარმოებთ, მის შემადგენელი ნაწილი, ხო? დაწყებული იქიდან, რომ პურის ცხობიდან დაწყებული, რომ ხორბალი მოვიყვანოთ, იქიდან დაწყებული, დამთავრებული იმით, რომ ეს ხორბალი უნდა დაიფქვას, მერე შემდგომ ეს ფქვილი უნდა საცხობებში მივიტანოთ, მერე გამომცხარი პური უნდა მიდო, ნახეთ რა ეს ლოგისტიკური ჯაჭვი, მთელი წრე ყველგან აბსოლუტურად ტრანსპორტი მონაწილეობს ძალიან აქტიურად. ტრანსპორტის ჩართულობის გარეშე ამის შესაძლებლობა, ანუ ეს შეუძლებელია, მოდი ასე ვთქვათ. ანუ ტრანსპორტის ხარჯები თუ გაიზრდება, მოძველდება ავტოპარკი და გაძვირდება ტრანსპორტის ხარჯები, გაძვირდება ელემენტარულად ხორბალი. ხორბლის გაძვირება გლეხი ვახსენეთ, ხო, ფერმერი ვახსენეთ, რომელსაც მოყავს. თუ შემდგომ მისი დაფქვა, ადგილზე მიტანა, გამოცხობა და სანამ მაღაზიამდე მოვა, რამდენჯერმე ტრანსპორტის ხარჯი დამატებით გააძვირებს ამ პროდუქციას, ხო და ამ პროდუქციას. ერთი ხელით თვითონ ფასების შემცირებაზე იბრძვიან და მეორე ხელით ამცირებენ ფაქტიურად. ხო, ფაქტიურად ზდიან, იმიტომ რომ არასწორი მიდგომაა, პირდაპირ მოდი ვთქვათ, რომ არა თუ სუსი გადაწყვეტავს ამ საკითხს, სუსი ვერ გადაწყვეტავს ამ საკითხს. სუსის ამოცანები სულ სხვაა და პირდაპირ იძახი, რომ სულ სხვა ამოცანები და მიზნები აქვს. და ღმერთმა ქნას, რომ ადრე თუ გვიან ისეთი რეფორმა ჩატარდეს სუში, რომ მან თავის უშუალო დანიშნულება შეასრულოს, მაშინ დარწმუნებით 100% შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა აშენდება. აი 100%-ით ხო გვინდა ქვეყნის მშენებლობა, აი სწორედ სუსის რეფორმით იწყება, მაგრამ ეს სხვა საკითხია, ეს სხვა თემაა. შევეშვათ. ანუ თემაა ისეთი, რომელიც მე პირადად მინდა თქვენთან საუბარი, მაგრამ აი ეს ფორმატი ახლა არ გვაძლევს ამის საშუალებას, იმიტომ რომ ზუსტად კონკრეტულ თემაზე მინდა რომ ამომწურავი ანალიზი დავდოთ. კი ბატონო, ამიტომ იგივე ეკონომიკურ ჭრილში თუ საკითხს პრობლემას შევხედავთ, არა მარტო გაჩნდება დეფიციტი ტრანსპორტის როგორც ასეთი, არამედ გაძლიერდება ტრანსპორტის ხარჯები და ნებისმიერი ტრანსპორტის ხარჯების ზრდა ნებისმიერი პროდუქციის ზრდას გამოიწვევს, ფასების ზრდას გამოიწვევს. ამიტომ ცოტა გაუგებარია როგორც ეკონომიკურად, ისე ტექნიკურად ეს გადაწყვეტილება გაუმართავია. პლუს მაგას დავამატოთ ის, რომ იგივე მონეტარული და ფისკალური თვალსაზრისით ეს არ არის მომგებიანი სიტუაცია. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვევს რას, რომ პირველი სადღაც 30-40% ლოგისტიკური კომპანიების გაჩერდება. ესე იგი, გაჩნდება უმნიშვნელოთა დიდი არმია. ამას დაემატება ასე ვთქვათ, დილერების 50%-ზე მეტი. ამ თითოეული მათგანის უკან ოჯახებია, ზოგიერთი მათგანის უკან რამდენიმე ოჯახიც არის. ეს მსყიდველობით უნარიანობა შეამცირებს ისედაც არამსყიდველ უნარიან მოსახლეობის შემოსავლებს უпростоრად შეამცირებს. შედეგად ვღებულებთ, რომ ეკონომიკურადაც არ არის, ანუ იზრდება უმუშევრობის დონე, იზრდება ფასები, იზრდება ინფლაცია და შედეგი ნული. ვერ ვღებულებთ იმას, როგორც გითხარით, რაც შეეხება ეკოლოგიასა და ავტოპარკის განახლებას. და მივდივართ ისე ზუსტად იქამდე, საიდანაც დავიწყეთ, ზარალდება ჩვეულებრივი მოქალაქე, ზარალდება ჩვეულებრივი მოქალაქე. მეტიც აი 6 მილიარდი ბრუნვა აქვს ამ შემთხვევაში სექტორს, ხო? ეს არის იმპორტი, ექსპორტი. ჩვენი ვარაუდით, თუ აი ამ ციფრებს ავიღებთ, ჩვენი გათვლებთ 30-40% ლოგისტიკური კომპანიების, მაშინ სადღაც 2.6 მილიარდი დოლარის ბრუნვას უკარგავთ, რაც სადღაც მთელი ეკონომიკის მთლიანი მუშების 3%-ია. თუ ამას მულტიპლიკატორის ეფექტზეც გავამომრავლებთ, ეკონომიკა საკმაოდ სერიოზულ ზიანს მიიღებს, რაც თითოეული მოქალაქის, ასე ვთქვათ, ცხოვრების დონეზე აისახება. და გვექნება არა ზრდა, არამედ პირიქით შემცირება გვექნება. შემთხვევაში, როგორც სტატისტიკური მონაცემებით, ისე რეალურ ცხოვრებაში, რეალურად ჩვენ ტყავზე ვიგრძნობთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი გამოწვევებისა და ნეგატივის მომტანი შეიძლება იყოს. ნიჭად გეთანხმებით.
მე რა მაინტერესებს, იცით, იყო უკვე აქციები დაიწყო, აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო, შეიმუშავეთ პეტიცია. აი რა გამოხმაურება პოვა დაუშვათ აი ამ აქციამ, ან პეტიციის არსებობის და ხელმოწერების შეგროვების არს თუ ხედავთ. ამას იცი რატო გეკითხები, ჩვენ არაერთხელ შევხვედრილად სხვადასხვა საკითხებზე გადაცემებში და ისიც ვიცით, რომ რამდენი პეტიცია, რომელმაც 3-ჯერ მეტი ხელმოწერა შეაგროვა, ვიდრე დაუშვათ სჭირდებოდა, თუმცა დარჩა ხმამ ღაღადებლისა უდაბნოსა შინა. აი, ახლა რატომ გჯერათ, რომ ეს პეტიცია თავის შედეგს დადებს, ან აქციას თუ ქონდა გამოხმაურება და ბარემ აქვე გეკითხავთ, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი? აი, კარგია რომ კითხვის მეორე ნაწილიც დასვით, სწორედ ეს არის პასუხი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ანუ მარტო პეტიცია არ არის არაკმა რა, ამისთვის ჩვენ შენურად ხვდებით, რაც არ უნდა დიდი რაოდენობით ხელმოწერებიც არ უდგინოთ, მაინც ამ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს საკმარის, ხო? და ქონდა არაერთი მაგალითი. არის იქ რამდენიმე ესეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადავდგათ ამ შემთხვევაში, რომ ვიყოთ აქტიურები, ჩართულები ამ პროცესში, ზედვარი პროცესი უნდა შეიქმნას ამასთან დაკავშირებით და მოსახლეობამაც უნდა დაინახოს, რომ ხლა ბოლო პერიოდის განმავლობაში პირადად მე ასოციაციას უგზავნიან ჩემ მესენჯერში და ასოციაციის მესენჯერში შეტყობინებებს, რომ აი მე შემდეგ რას აპირებთ და ეს გადაწყვეტილება არ იქნება სწორი და კარდაკარ უნდა იაროთ და ხალხო ელემენტარულად ძალიან დიდი ბოდიში და ვინც ამას წერს, მე ყველას პატივს ავცემ, მაგრამ ელემენტარულად თითოეულმა ჩვენგანმა თუ ნაბიჯი გადავდგით, ხო და არ იქნებით სხვებზე დამოკიდებული, მაგ შემთხვევაში გარკვეულ შედეგს მივიღებთ. ეხლა ის რაც შეუძლია ასოციაციას აკეთებს ამას ასოციაცია, მაგრამ ეხლა ყველას მაგივრად საქმის კეთება არ შეუძლია, ხო? შეზღუდულია თავის რესურსებში. ხო, ხელით უნდა ყველას რაღაც. ანუ პრეტენზია ამ სიტყვის კაი მნიშვნელობით აქტ ცუდი არ არის, რომ პასუხისგებლობას ასე ვთქვათ კიდევენ ჩვენ არ გაუდგივართ ამ პასუხისგებლობას, მაგრამ როცა სადაც აქვს ასოციაციას პასუხისგებლობა, იქვე აქვს ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს აქვს პასუხისგებლობა. და ეს უნდა გავიაზროთ, თუ ამას არ გავიაზრებთ და ვიღაცაზე ავკიდებთ, საზოგადოებისთვის აქტიურ პიროვნებას ავკიდებთ, ხოლოდ რაღაც პასუხისგებლობაზე, ჩვენ ამ პასუხისგებლობას ვერ გავიაზრებთ, არასდროს ნუ ქვეყანას ვერ შევქმნით, ხო? და ანალოგიური როდესაც მორალური პედესტალიდან გვესაუბრება ამ შემთხვევაში რამოდენიმე პირი, თუნდაც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იმასთან დაკავშირებით, რომ იცით რა, ჩვენ გარემოს უფრთხილდებით, ეს ქვეყანა ჩვენს გვიყვარს, ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, ჩვენი შვილებიც დადიან ამ ქუჩაში და ამ ხაერს ჩვენი შვილებიც სუნთქავენ, ხო? აქ ხო ხაერს ეხება ხალხო საქმე, აქ ხო ესი არ არის, რომ იცით რა, მე სხვა ხაერს სუნთქავ და კიდე მანქანა სხვა ხაერს სუნთქავ და ის სხვა ადამიანი სხვა ხაერს სუნთქავს. ასე სულელია, ხო? ყველა ერთი ხაერით, ასე ვთქვათ, ერთი ჟანგბადით სარგებლობთ და თუ ეს გარემო არის დაბინძურებული, ყველასთვის არის გარემო დაბინძურებული. ასე რომ ეს ხალხი პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ხალხი არ ერიდება პასუხისგებლობას, არ ერიდება, რომ თუნდაც იმ ნაწილში, რასაც ეკოლოგია ქვია, თავის წინ პასუხისგებლობა აიღო, როგორც მოქალაქეებმა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ავტოხაბი ჩამოვაყალიბეთ და ამ ადამიანების პასუხისგებლობა, ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანების პასუხისგებლობა ამის რო არ აქვს, ძალიან დიდი ბოდიშია ასეთ წარმატებას ვერ მივახცევთ. თქვენ აი მითხარით ერთი წარმატება, ეკონომიკური პროექტი, რომელიც 25 წლის განმავლობაში განხორციელდა. ერთი მითხარით, ერთი დამისახელეთ ავტოხაბის გარდა. აი რამდენი ხელისუფლება შეიცვალა, რამდენი ადამიანი მოვიდა პარლამენტმა, რამდენი ნახა, რამდენი მიიღო და გაუშვა, კიდე ალბათ ბევრს გაუშვებს. ხო, ერთადერთი ის მითხარით მსხვილი ეკონომიკური პროექტი, რომელმაც წარმატება მოიტანა. ეს არის ავტოხაბი. თამამად ვიძახი. კიდევ ერთხელ აი ჩემ პატივს ყველა ეთერებში ვიძახი, მე თვითონ განათლებით ავიატორია, ძალიან მიყვარს ავიაცია, სოფლის მეურნეობასაც გულშემატკივრო ვიცით თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით, ვერდიდან თუ ესე აქტიური ჩართულობით გარდა ავტოიმპორტისა, მაგრამ ვერც აგრარული ხაბი გავხდით, ვერც ავიახაბი გავხდით, ხო, რეგიონში და ვერაფერი. ერთადერთი რაც შევძელით, ეს არის სწორედ ავტოხაბი და ამასაც ნაცვლად იმისა, რომ რაღაც მაგალითები ავიღოთ, რაღაცა გამოცდილება სხვა დარგებში გავაზიაროთ, ამის ნაცვლად ჩვენ ვღებულებთ რას, რომ ამ დარგს ვაზიანებთ, ვანადგურებთ და გვინდა რომ რა ვიცი, ბოლო მოუღოთ ჩვენივე ხელი და უგდებთ ამას ხელში უწყველებს. აი ახლა თქვენ რომ გქონდეთ იმის საშუალება, რომ პირდაპირ მიმართოთ ამ კანონ პროექტების ავტორებს, ხელის მომწერებს და შემდეგ უკვე გამხმოვანებლებს, აი რას ამ ძირითად პუნქტს დაუყენებდით, რომ
ან უკან უნდა დაიხიონ, ან რაღაც უნდა შეცვალონ ამაში. ამას იმიტომ გეკითხებით, თქვენ კარგად იცით ეს სფერო, ძალიან კარგი ანალიზი დადეთ ახლა და აი რა იქნება ის თქვენი სამი რჩევა ამ ადამიანებისადმი? პირველი რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ქვეყანა ყველასია და როდესაც ისეთ მნიშვნელოვან დარგს ეხები, როგორც არის ავტოტრანსპორტი, ისეთი ადამიანები, ამაც თავმამად ვამბობ, ვიცი და იმიტომ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ იმ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმ მიმართულებით ვინც ეკოლოგიაზე მუშაობს, ტრანსპორტზე და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. ჩემი დიდი ბოდიშის მოხდით რა, მართლა არ აქვს წარმოდგენა. ამიტომ პირველი რომ უნდა მოусმინოთ ტრანსპორტელებს, დარგში დასაქმებულ და საქმეს ჩახედულ ადამიანებს, უნდა მოისმინონ ჩვენ შეხედულებები, დროებით უნდა შეაჩერონ ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად მიგვიწვიონ და ერთად დავჯიდეთ, რომ ვიფიქროთ ქვეყნის მომავალზე, ვინმეს მომავალზე არა, როცა ასეთი მაღალი თამასაა, ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, მხოლოდ ქვეყანაზე უნდა ვისაუბროთ. და ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება, ისევე დავაბალანსოთ ეკოლოგიაც და ბიზნესის ინტერესებიც, იმიტომ რომ ბიზნესის ინტერესი ეს ერთი რომელიმე ადამიანის მოგებაზე არ არის, აქ საუბარი, აქ დასაქმებული არის, რა ვიცი, 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი და ესენი ხდებიან იმუშევარი. პლუს ძალიან ნეგატიური გავლენა, ახლა ვისაუბრეთ, კარგად და გავშალეთ რა ნეგატიური გავლენა ის იქონიებს ეკონომიკაზე. ეს არის და პლუს მაგას ჩვენ ხედვით 6 წლიანი ვადა ძალიან მცირეა და კარგი იქნება თუ ელემენტარულად ავწევთ 10 წელზე და ეს იქნება რაღაცა ესეთი გარდამავალი არა კონკრეტული მაგალითად 2016 წელი თქვა სიტყვაზე არამედ გარდამავალი პერიოდი იყოს რომ მხოლოდ 10 წლიანი მანქანების შემოყვანა თქვა შესაძლებელი იყოს. Ani განვიხილავთ ისეთ შემოთავაზებასაც, რაც თქვა სიტყვაზე შესაძლებლობას მოგცემს, რომ დაბალ ვსყიდველობით უნარიანი მოსახლეობისთვის შესაძლებლობას რომ მისცემს დაბალ ვსყიდველ მოსახლეობას სყიდველი უნარიან მოსახლეობას, რომ შეიძინოს ავტომობილები, იმიტომ რომ შიდა ბაზარი მოკვდება ადამიანი უფრო მოწყვლადი ჯგუფია ის, ვისაც არ აქვს საშუალება და წახანას თქვი რომ ეს არ არის ფუფუნებისაგანი მხოლოდ. კი, და პლუს მაგას დავამატებდით უკვე აქვს შესაძლებლობა ხშირად გვესმის ასეთი მხოლოდ ერთი არგუმენტი რომ რეექსპორტს ხარ ეხება რეექსპორტსაც და ძალიან მარტივად ახსნი როგორ დაზღვევის მექანიზმი დილერისთვის, როდესაც შემოყავს რეექსპორტზე ავტომობილი არის მხოლოდ ის, რომ შიდა ბაზარზე შეუძლია ამის გაყიდვა. რასაც ვერ გაიყვანს ფარგლებს გარეთ ქვეყნის გაყიდის ადგილობრივ ბაზარზე. თუ 7 წლის მანქანა შემოიყვანს და ვერ გაყიდის, მაგ შემთხვევაში ვერ განაბაჟებთ კი განაბაჟებს, მაგრამ ვერ დაარეგისტრირებს. ერთი, მეორე დილერებს, ქართულ დილერს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ძალიან არასამართლიანი წესებით ებრძვის და კონკურენციას დემპინგური ფასებით კონკურენციას უწევს ყირგიზი და ყაზახი დილერი. ამ შემთხვევაში დაელოდება ეს ყირგიზი და ყაზახი დილერი 3-4 თვეს საშეღავათო ვადის გასვლას და უკვე როდესაც იქნება ავტომობილი დასაწყობებული მორემივა და იძულებული იქნება ის ნახევარფაში ან 1/3 ფაში მიყიდოს, ხო? იმიტომ რომ ეფეს ვერ უზავს მანქანას, იძულებული იქნება განაბაჟებით განაბაჟებს, მაგრამ ვერ გამოიყენებს, ხო? ამიტომ 1 და 2 დილერი ამას რო დაინახავს, რომ ზარალზე წავა, დანარჩენი დილერები ფაქტურად შეეშვებიან ამ სეგმენტს და ეს სეგმენტი სადღაც რეექსპორტის 69-70%-ია. წარმოიდგინეთ რამხელა და ფაქტიურად ისედაც პრობლემების წინაშე ვიყავით და დახმარების ნაცვლად გამოდის რომ ყირგიზებს და ყაზახებს უგდებთ ბაზარს ხელში. უნებრივ მონოპოლისტებად ვხდით ამ ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და იქ მერე ჩამოსვლა არ ჩამოსვლის აკრძალვა მე ვერავითარ ასე ვთქვათ ესე მსგავს შეზღუდვები საქმეს ვეღარ უშველის. ეხა გისმენდი და ეს საიდანაც არ უნდა მოაბრუნო ეს კანონი დადებით ვერაფერს ვერ უყოვი. და ძალიან კარგი განცხადება გააკეთეთ ახლა თქვენ რომ ყველა ადამიანმა უნდა შეიგნოს რომ ეს კანონი ისევე როგორც სხვა კანონები ჩვენ თითოეულ ჩვენგანს გვეხება, ხო? და ამიტომ ყველამ უნდა ამოიღოს ხმა და ყველამ უნდა დადოს ის თავისი წილი აგური, რადგანაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ დიდი ცათამბჯენებით იცი აგურის დადებით შენდება და აქ არ არის პრობლემა მხოლოდ თითოეული ადამიანის, აქ არის გლობალური პრობლემა და ეს არის პრობლემა, რომელიც შეგეხება თითოეულ თქვენთაგანს, ამიტომ ყველა თქვენთაგანმა უნდა გააკეთოს თავისი მწვავე და კონკრეტული განცხადება. და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, არც გაგვიკვირდება, არც მე, არც თქვენ და ალბათ არც სახაჩვენს მაყურებელს,
ხომ არ შიშობთ, რომ თუ ეს კანონი არ იქნა გაწეული დროებით მაინც და არ მოხდა კონსენსუსი პროფესიონალებთან ერთად საუბრის და თუ არ დაიწია უკან ხელისუფლებამ, სულ რამდენიმე დღეში აი ზუსტად ასეთივე კანონი შეეხოს უკვე არსებულ მანქანებს, ისევე როგორც მოხდა ახლა რუსეთში და რუსეთის პრეზიდენტმა ხელიც კი მოაწერა უკვე ამ ბრძანებას. ხომ არ ხედავთ აი ამ საშიშროებას, რომ შესაძლებელია ამ პრობლემის წინაშეც აღმოჩნდეთ? კი, რა თქმა უნდა, არა მარტო ეხლა მსუბუქს რო შეეხოს, შეიძლება შეეხოს ცოტა დროთა განმავლობაში შეეხება სატვირთო ავტომობილებს დარწმუნებული ვარ. ერთი სატვირთო ავტომობილებს არის რისკი, მეორე რომ არსებულ ავტომობილებსაც გარკვეულწილად შეიძლება შეეხოს და მეტიც ეხლა არის საუბარი იმაზე, რომ სადღაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს და სექტემბრისთვის ვარაუდობენ, რომ უტილიზაციის გადასახადიც უნდა შემოიღო. ხო, აი ასე რომ თავი უკეთესის მოლოდინში რო გითხრათ, საერთოდ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ უკეთესის მოლოდინში ამ შემთხვევაში არა ვარ. იქიდან გამომდინარე დინამიკაში რა ნაბიჯებსაც ვხედავთ, გააზრებულად გავუაზრები ამ მიმართულებით, რა ვიცი, სიკეთის მოლოდინში არა ვართ და მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეულწილად აქ არსებულ ავტომობილებსაც შეუქმნია პრობლემს, იმიტომ რომ წინადადებებსა და წინადადებებს შორის ისმის ასეთი რაღაცა, რომ ეკოლოგია ხო, ვისაუბრეთ ავტოპარკის განახლება და პარალელურად გვესმის, რომ ძალიან ბევრი ავტომობილი დადის ქალაქში. რამდენმა არ უნდა იაროს და უნდა გადაწყვიტოს, რამდენმა უნდა იაროს. მინიშნებებით. ხო, მინიშნებებით საუბრობთ, რომ ძალიან ბევრია და თავი დაგვანებდეთ საცობებს ნუქმნით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოქალაქე კი არა ქმნის საცობებს, არასწორი პოლიტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის, მერიის ქაოტური განაშენიანება, რომელიც, რა ვიცი, ნებისმიერ ლოგიკას არ ექვემდებარება. 50 წლის კაცი ვარ თითქმის და ამ ქალაქში ვცხოვრობ 50 წელიწადი და მხოლოდ ერთი დიდი დილომი ვნახე, რომ ქალაქ გარეთ უბანი აშენდა. დანარჩენი მე რაც მახსოვს, შემისწორეთ თუ ვწდები, ყოველთვის ხდება ქალაქის შიგნით, სიღრმეში ახალი უბნის განაშენიანება, ვიდრე ქალაქიდან გატანა. და იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოპირდაპირ მხარეს შვენიერი დიდებული კარგი უბანი გაშენდა. იცემონებთ, მე ვცხოვრობდი, ცუდი არ არის, მაგრამ ხო უნდა დაფიქრდეთ ელემენტარულად, რომ იქ რო ახალ უბანს ვაშენებთ, მარშალ გეროვანის გამზირი თუ გადაიტვირთება, ნეტარი რატო გადაიტვირთება? მხოლოდ იმიტომ, რომ დილერი კარგად მუშაობს და კაი მანქანები, მანქანა ჩამოყავს? ამის ბრალია, დილერის ბრალია? დილერის ბრალია, რომ მანქანა ჩამოყავს და ყიდის? ნუ ეხლა ეს ხო სისულელია. მადლობა, ალექს, რომ იყავით ჩვენთან და ფიქრობ, რომ არაერთხელ მოგვიწევს კიდევ შეხვედრა. ძალიან კარგი სამი წინადადება გააჟღერა ახლა ბატონმა ალექსიმ და იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ხელიც იფებათ აი ამ პროექტის უკან გაწევა, უკან დახევა, სპეციალისტებთან დაჯდომა ერთი მაგიდის გარშემო და რაღაცა კონსენსუსის მიღწევა, აუცილებლად გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს და კიდევ ერთი დიახ, ბატონებო, დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მთავრობა ვალდებულია მოусმინოს ხალხს, იმიტომ რომ მუდმივი არაფერი არ არის და არავის არ უნდა გავიწყოს, რომ თქვენ, რომლებიც ახლა აი ამ სავარძლებში ხართ ჩვენს მიერ დროებით დაქირავებულები. და რაც შეეხება იმ სამინისტროებს, ალბათ ზუსტად თქვენთან ერთად კარგი იქნება, რომ ვუთხროთ, რომ იგივე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იგივე ტრანსპორტის სამინისტრო არ იმართება ქვეყანა კაბინეტებიდან. არ შეიძლება დაინახოთ ყველაფერი დაბურული ჯიპები შუშებიდან. გამოდით ხალხში, მოусმინეთ სპეციალისტებს და გაიგეთ რას ამბობს ხალხი. მადლობა.